როგორ შეიძლება ჯვარცმულ ქრისტეს ვატარებდეთ და ჩვენი რწმენა ეს სირცხვილია ხალხო. აი ჯვარცმულ ღმერთს ვატარებ, რომელსაც საშინლად კიოდა და ჩემი რწმენა შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, ამ ცხოვრებაში კარგად ვიქნები თუ ცუდად. რა თქმა უნდა, ყველას ჯვარი გწერია ცუდისათვის და ყველა ღმერთმა კარგად გვამყოფოს თქვენს და მეც და სულ ყველანი, მაგრამ ჩვენი რწმენა ამაზე დამოკიდებული. გესმით რას ვამბობ? განა კარგად ყოფნა ცუდია. კარგად ყოფნა კარგია, რატომაც არა. ცუდი სხვა რამეა, როდესაც ჩვენი რწმენა აი ამ კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული. და ამის წყარო, ერთ-ერთი წყარო აი ამ კატასტროფული მდგომარეობისა ქრისტიანობაში არის ის, რომ ჩვენი აქ ყოფნის, სახლში ლოცვის და ყველაფერსაც ვაკეთებთ, ამის თავარი მიზანი არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც მოვიდა ადამიანად და გაგვიოლა ჩვენ ეს საქმე. ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან. და ამიტომ კიდევ ერთხელ საკუთარ თავს ვახსენებ, რომ წირვაზე დგომისას ჩვენ მოვდივართ იმისათვის, კი არა რომ აღესრულება რა ღვთისმსახურება მღვდლის მიერ, მე იქიდან რაღაცა მივიღო, არა, მე მოვდივარ იმისათვის, რომ თანამონაწილე გავხდე ღმერთის ძიებისა და მზად ვიყო, გავიღო ყველაფერი, სიცოცხლეც გავიღო იმისათვის, რომ ქრისტესთან ერთობა მქონდეს. ეს ადვილი არ არის, მე ძალიან კარგად მესმის. მაგრამ ამას ალტერნატივა ქრისტიანობაში არ არის. თუ ამის იქით ვეძებთ რაღაცას, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ, იმიტომ რომ ეს იწყება ჩვენს ქრისტიანობის გარიჟაზე პირველსავე ეტაპზე. ჩვენ ვინათლებით რა, გახსოვთ რას ნიშნავს ნათლობა? ვკვდებით ცოდვისათვის, ამასოფლის სულისათვის ქრისტესთან ერთად, რომ მასთან ერთად აღვდგეთ და მარადისობაში მასთან ერთად ვიცხოვროთ. აი ეს არის ქრისტიანობის არსი, გვაკუთხედი, ამით იწყება ქრისტიანობა და ჩვენ დავცდილობდეთ აი ამის რეალიზებას ბოლომდე ჩვენს ცხოვრებაში.